პირველი რაც არის საზოგადოებრივ განწყობას ქმნიან ტროლებით და ეს ტროლები არის ძირითადად ასაკიანი ხალხის პროფილებით იმ პროფილების უკან შეიძლება სადაც სხვა ადამიანი დგეს და 50% ვინც ეგეთ რაღაცებს წერს შეიძლება რეალური პიროვნება არც იყოს ან იყოს რეალური პიროვნება რომელიც უკან დგას იმ 5-6 Facebook პროფილს უკან ეს პირველი მე მეორე ხო მაგრამ რეალური დაპირისპირებაც არის მე ეგრე მგონია ეხლა მარტო ვირტუალურ სივრცეში არ არის წარმოიდგინე 50 წელი რაღაცა იცი ეგრე მე 50 წლისა ვარ არა 50 წელი შენ იცი როგორ იცი რომ აი ანუ 70-ის ხარ აი რო ანუ ხო უფრო დიდთაობას ამბობ დიდთაობას აი 60 აი 55-დან 70 წლამდე ასაკში ხარ აზროვნებს საგად არაფერი არ გჭირს ანუ ხო არიან ადამიანები რომელიც უკვე აი გონებრივად რაღაც იქ ზოგი უკვე ხმას აღარიგებს და ეგეთ დისკუსიებში აღარ ეთქვა უკვე ზედმეტი ამას საუბარი რომ სოციალურ ქსელში რამე წერს აი საგ გონებაზე მყოფი ადამიანი ჯანმრთელი აი უბრალოდ იცის რომ აი 50 წელიც რომ სკოლაში, უნივერსიტეტში, ბაღში იცის რომ რაღაც არის ესე და აი ხა შენ მოდიხარ 20 წლის, 22 წლის, 25 წლის ბიჭი ან გოგო და ეუბნები რომ იცი რა ეგ ეგრე არის. და საბჭოთა ბელაძე ამ რო ჩაძაღლდაო. აი თვითონ ეს ენაც ხო მიუღებელი არის მათ. კი, ენაც მიუღებელია, იმიტომ რომ ისინი გაიზარდნენ სხვა მენტალურ ღირებულებებზე და ეს მენტალური ღირებულებები არანაირად არ არის კავშირში კულტურასთან, ანუ გარეგნულად კი ბატონო, ეხა ეგრე ჩანს რომ აი ადრე უფრო კულტურულები იყვნენ. ხო და ამიტომ იცი რომ შენ თაობა არის თავხედი რაღაცა უსამშობლო